15 წლის ბიჭი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. მოზარდის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა. არასრულწლოვანის ნაცნობები წერდნენ, რომ ის ბოლოს საერმის ქუჩაზე დააფიქსირეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. გიგავალიანის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ კიდევ ორი არასრულწლოვანი ცნო დემეტრე ჩიქოვანი, რომელსაც 6 წელი და 9 თვე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ჰქონდა მიჯილი, ახლა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ნაწილშიც გაამტყუნეს. კიდევ ერთი არასრულწლოვანი ანა ნასყიდაშვილი კი დამნაშავედ დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ცნეს. ამავე საქმეზე 10 წლიანი პატიმრობა აქვთ მიჯილი ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძესაც. სასკოლო ფორმების ტენდერი ჩაავარდა. განათლების სამინისტრო გამარტივებულ შესყიდვას ხელახლა გაზრდილი ფასით ითხოვს. უწყება წინა შესყიდვის უკან გაწვევის მიზეზად ჩერჩეულ კომპანიას ასახელებს, რომელმაც მათი ინფორმაციით ხელშეკრულების გაფორმებაზე უარი განაცხადა. მეტროსადგურ აულაბარში ისე წვიმდა, როგორც გარეთ თქვა კალაძემ და აუდიტს რეაბილიტაციაში ხარვეზებზე მოკვლევა დაავალა. მან მოუწოდა ყველა კომპანიას, რომელიც მუნიციპალიტეტის შეკვეთით სამუშაოებს ასრულებს, მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ ხარისხის მიმართ. მეტროსადგურში წყალი ძლიერი წვიმების დროს ჩავიდა.